23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ დააწესა და უკავშირდება იულიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღს. წიგნის მსოფლიო დღე არის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს შევახსენოთ, რამდენად სასარგებლო და მნიშვნელოვანი არის წიგნის კითხვა. ჩვენი სტუმარია გურჯაანი შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განყოფილების უფროსი ნაირა ბითაძე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე არის გურჯაანის ბიბლიოთეკაში მუშაობს. ქალბატონ ნაირა, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობათ, მოგესალმებით, გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. მადლობა. ქალბატონ ნაირა, რამდენად მნიშვნელოვანი არის წიგნიერება ადამიანის განვითარებისთვის, თქვენი პირადი გამოცდილებით რას გვეტყოდით? წიგნი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის გონებას არ ვითარებს, განსაკუთრებით ბავშვობიდან. სასურველია ჩვენმა მოსახლეობამ თავის შვილებს, ბავშვებს მიაჩვიონ ბიბლიოთეკაში სიარულს. ასწავლონ კითხვა, მე პირადად პატარობიდან დავიწყე კითხვა, მაგრამ ჩემი კითხვა იყო ზღაპრები, ყველაზე ძალიან მიყვარდა ზღაპრების კითხვა. საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს გურჯაანში, შიგშემოსვლა და წიგნების ნახვა სასურველია, თუმცა ძალიან ბევრი სტუმრები გვყავს ამ მხრივ. მოდიან პატარები, მოდიან საშუალო ასაკის მოზრდილები, რომლებსაც მიაქვთ სასურველი ლიტერატურა. დღესდღეობით ჩვენი ბიბლიოთეკა 60,000-მდე წიგნს ითვლის და იმედია, რომ ვინც შემოვა, ყველა თავისთვის სასურველ ლიტერატურას წაიკითხავს. დიახ. პირველი წიგნი თქვენ რა წაიკითხეთ, თუ გახსოვთ? წეღნას თქვი, ძალიან მიყვარდა ზღაპრები. იყო ასეთი წიგნი, ხალხური სიბრძნე, სადაც იყო ქართული ხალხური ზღაპრები. რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ზღაპრებმა? ძალიან, მთელი ჩემი ცხოვრება, რატომღაც ფანტაზიური აზრებით ვცხოვრობდი. შემდეგ შემოვიდა სხვადასხვა სათავგადასავლო ლიტერატურა. ჩვენ პერიოდში ძალიან იყო შემოსული ჟიურ ნველნის სათავგადასავლო ლიტერატურები. მერე დაიწყო უკვე დიუმას ნაწარმოებების კითხვა, წიგნები შემოვიდა ბევრი. იყო კიდევ კლასიკური ლიტერატურა ძალიან სასურველი. წიგნის გარეშე მე ერთი დღეც არ ყოფილვარ. ძალიან მიყვარდა ბიბლიოთეკა, სადაც იყო ძალიან ბევრი დიდი გაცვეთილი წიგნები. თუმცა დღესდღეობით ახალგაზრდობას რატომღაც ახალი ლამაზი წიგნები მოსწონს. საინტერესოა გურჯაანის ბიბლიოთეკაში ყველაზე აქტიური რა ასაკის მკითხველი ყავთ და ძირითადად რა ნაწარმოებებს ირჩევენ? ყველაზე მეტად მაინც ბავშვებია, პატარები. პირველ რიგში ზღაპრებიდან იწყებენ. შემდეგ როგორც წეღან თქვი სათავგადასავლო. მერე უკვე გვაქვს აბონემენტი, სადაც მოზრდილი თაობა მოდის. ჩვენ და სასიხარულო ძალიან კარგი ახალგაზრდობა, რომლებიც კითხულობენ საკმაოდ სერიოზულ წიგნებს. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ ის ძველებური ლიტერატურა მოწონთ, უფრო ახლებური, მაგრამ მათთვის სასურველი. აი ძირითადად რა ნაწარმოებები არის უფრო პოპულარული? მხატვრული ლიტერატურა, უფრო ნათარგმნი ლიტერატურა, ამერიკული. ქართველები არ მოსწონთ? ქართველები ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით ქარჩხაძე მოსწონთ, უფრო ფილოსოფი, დუმბაძე, ჭაბუკმამი რეჯიბი. არის ბევრი ნაწარმოებები კიდევ და საზღვარგარეთიდან, რა თქმა უნდა, სათავგადასავლოც არის კიდევ, რა ვიცი, ისეთი ლიტერატურა, რომელიც თანამედროვეობას, ახალგაზრდების ცხოვრება რომ არის. თქვენ წარმოიდგინეთ ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ ლიტერატურასაც შესანიშნავად. მაგალითად რა მოსწონთ ხოლმე ასეთი სახის? აი უფრო სადაც უფრო ფსიქოლოგიური ისინი ლიტერატურა, რაღაცა ცოტა მოზრდილებში უფრო, რა ვიცი, მოწონთ და კითხულობენ ძალიან ხშირად და ვცდილობთ რომ ასეთი ლიტერატურა შემოვიტანოთ. რამდენად გეკითხებიან ხოლმე თქვენ რჩევას, მაგალითად რა წიგნი წავიკითხოთ და როგორი არის ხოლმე თქვენი მიდგომა და დამოკიდებულება? ბავშვობიდან როცა შემოდიან, იქ კლასების მიხედვით გვაქვს წიგნები განაწილებული. ამიტომ რომელ კლასშიც არის ბავშვი, ვცდილობს ბიბლიოთეკარი იმ დონის ლიტერატურა მიაწოდოს, რომ არ ასცდეს ისეთ წიგნის კითხვის იმ დონეს, რომ არაშესაბამისი ლიტერატურა არ მიიღოს. ამიტომ სასურველია თვითონ ბიბლიოთეკარმა მოუძებნოს სასურველი ლიტერატურა. შემდეგ უკვე როცა უკვე გადადიან მოზრდილ ლიტერატურაზე, უკვე თვითონვე ცხოვრობენ და ბიბლიოთეკარებიც ვალდებულები არიან მოუძებნონ ასეთი ლიტერატურა. აქვე მინდა გითხრათ, რომ არა მარტო მხატვრული, ჩვენთან მარტო მაგით არ განისაზღვრება. ჩვენთან არის ყველა დარგის ლიტერატურა. იმიტომ რომ ბიბლიოთეკარი ტიპიურად სხვადასხვა ლიტერატურაზე აგებული
და მათ შეუძლიათ არა მარტო მხატვრული. წაიღო ისეთი ლიტერატურა, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის, თქვათ მეცხოველეობის, აგერ კინოლოგია განვითარდა, მეფუტკრეობა განვითარდა, მებოცვრეობა. აი ამ ხრივაც საკმაოდ დიდი მოთხოვნებია. დიახ, და როგორც ვიცით, თქვენ სულ აახლებთ ხო ფონდს და აუცილებლად ითვალისწინებთ ხოლმე მკითხველის აზრს. აუცილებლად. ჩვენთან როდესაც შემოდის მკითხველი და წიგნს მოითხოვს, ბიბლიოთეკარი იმ წუთში იწერს იმ ლიტერატურას თუ არ არის. შემდეგ ამ ლიტერატურას ვაგროვებთ და როცა მეორე გამოწერა მიმდინარეობს კატალოგის მიხედვით, ვცდილობთ რომ სასურველი ლიტერატურა შემოვიტანოთ. რა ისტორია აქვს შოთა რუსთაველის სახელობის გურჯაანის ბიბლიოთეკას? თქვენ უკვე 50 წელი აქ მუშაობთ და უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ ამასთან დაკავშირებით. კი, რა თქმა უნდა. ბიბლიოთეკა თითქმის გურჯაანის თანატოლია, გასული წლის 30-იან წლებში გაიხსნა. საკმაოდ სასიამოვნო ბაზაა ბიბლიოთეკისა, თქვენ მოგეხსენებათ, ძალიან ლამაზი შენობაა. და სადაც გინდა ყოფილიყო ყველა შენობა, ბიბლიოთეკას ჰქონდა ძალიან კაი ტრადიციები. ეს იყო კარგი ღონისძიებები, იყო მრავალნაირი სახის ლიტერატურის შემოტანა, მრავალი მკითხველი და თუ თვითონ არ მოდიოდა მკითხველი, ჩვენი ბიბლიოთეკარები ცდილობდნენ თვითონ მისულიყვნენ და ზოგიერთი ოჯახისთვის თვითონვე მიეტანათ. დიახ, და აი რას ნიშნავს თქვენთვის ბიბლიოთეკაში მუშაობა? პრინციპში ჩემი ცხოვრება. თავიდან არ მქონდა ამის სურვილი, რომ ბიბლიოთეკარი გამოსულიყავი. არც მიფიქრია, მაგრამ მიყვარდა საერთოდ ბიბლიოთეკაში სიარული. მაგრამ როდესაც მე მოვხვდი ბიბლიოთეკაში, აი მაშინ მივხვდი, რომ ეთყობა ეს იყო ჩემი საქმე. დღემდე სიამოვნებით ვასრულებ მას. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებას გისურვებთ. მადლობ თქვენ.